განათლების განყოფილების გამგემ რეფორმაზე და ცვლილებებზე ისაუბრა, რომელიც სკოლებში ახალი სასწავლის წლიდან განხორციელდება. აღნიშნა, რომ ოქტომბრის თვიდან მოხდება სამეურვეო საბჭოების არჩევა. ცვლილებებია სკოლების დაფინანსების მხრივაც, რაც თითოეულ მოსწავლეზე ვაუჩერების სახით მოხდება. შესაბამისი ხარჯთაღრიცხვის შედგენა სკოლის ხელმძღვანელებს დაევალათ. განათლების სამინისტროს ბრძანებულობის საფუძველზე საპენსიო ასაკთან დაკავშირებით ქარელის რაიონში 11 სკოლის დირექტორი დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლდა. განათლების გამგის ამ განცხადებას ბუნებრივია ცხენების გარეშე აჩაულია. ზოგიერთი დირექტორი კი სამინისტროს გადაწყვეტილებას შეგუებული შეხვდა. გულდასაწყვეტი აქ არაფერი არ არის, ჩვენ გავიარეთ ჩვენი ეტაპი. რეფორმა უნდა განხორციელდეს, უნდა მოვიდეს ახალგაზრდობა თავისი ახლებური შემართებით და რა თქმა უნდა დანარჩენებას მხარი უნდა დაუჭირონ, არ უნდა გაღიზიანდნენ, არ უნდა განერუვიდნენ, იმიტომ რომ ეს ნორმალია ეხება ჩვენი თაობის აღებას ეხება და ეს ტაპედა უნდა გადადიოდეს ახალგაზრდების ხელში. ყურადღება გამახვილდა იმაზე, თუ როგორი მზადყოფნით ხვდება ახალ სასწავლო წელს სკოლები. რაიონის გამგებელმა სკოლის ხელმძღვანელობის მხრიდან უფრო მეტი თანადგომა მოითხოვა, რათა საკრებულოებთან ერთად დროულად დასრულდეს სკოლებში სარემონტო სამუშაოები. დირექტორები, პედაგოგები, კოლექტივი თუმცა დაუდგება, თუ არ დაუდგება. საკრებულოებს ამ შემთხვევაში ვერ მოვიდეს ნორმალურ შედეგს, რომელიც უნდა დახვდეს სკოლაში მსულ ახალგაზრდას. ამიტომ საჭირო არის საკრებულოებთან ერთად პედაგოგები ამოვიდნენ ხარჯი მათ არჩევენ საკრებულოს გამგებლებს და მე რჩებეს. თავის მხრიდან პრეტენზიები გამოთქვეს ზოგიერთი სკოლის დირექტორმაც, რადგანაც მათ სკოლებში სარემონტო სამუშაოები გვიან დაიწყო. ზოგიერთ სკოლებში სარემონტო სამუშაოების გვიან დაწყებას რაიონის გამგებელი თანხების უქონლობით ხსნის. საბოლოოდ აღინიშნა, რომ რაიონის სკოლებში სარემონტო სამუშაოები ფაქტიურად დასრულებულია და გარდა პილოტირებული სკოლებისა სწავლა ყველგან 5 სექტემბერს დაიწყება.